ოდესმე გიფიქრიათ, რატო გადარჩა ირანი ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, უნდა გაიგოთ ჯადოსნური ხრიკი. დიახ, ჯადოსნური ხრიკი. და სამთუხაროდ ეს სახალისო არ არის, ეს საშიშია. ეს ხრიკი მსოფლიოს ყველაზე ძლიერ მთავრობებზე 23 წლის განმავლობაში 5 ჯერ წარმატებით გამოიყენეს. ირანის სასულიერო რეჟიმის სისტემა, რომელიც ქვეყანას მართავს რევოლუციის შემდეგ, 1979 წლიდან არ ფიქრობს 4 წლიან ციკლებში. უზენაესი ლიდერი სიცოცხლის ბოლომდე მსახურობს. რევოლუციური გვარდია თეოლოგიას ემორჩილება და არა ამომრჩევლებს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანები, რომლებიც ირანელ მოლაპარაკეებთან სხედან მაგიდასთან, ყოველთვის ჩქარობენ. თუმცა ირანი არასოდეს ჩქარობს. მისი პერსპექტივა ასობით წელზეა გათვლილი. დასავლელი დიპლომატები, რომლებმაც ირანთან მოლაპარაკებები აწარმოეს, აღწერენ, როგორც ხედან თბილ და კეთილგანწყობილ ოთახებში. გამოდიან იქიდან შეგრძნებით, რომ პროგრესი მიღწეულია. შემდეგ კი მეორე დილით კითხულობენ ირანის საჯარო განცხადებებს და უკვირთ, ნეტავ იმავე შეხვედრაზე იყვნენ თუ არა. 2013 წელია. დასავლეთის დაზვერვამ ახლახან გამოავლინა რაღაც, რაც არ უნდა არსებულიყო. საიდუმლო ურანის გამდიდრების ობიექტი ადგილას, რომელსაც ნათანზი ქვია. რა ვქნათ? და შემდეგ ირანი რაღაც მოულოდნელს აკეთებს. თანხმდება დაჯდეს და ისაუბროს. ხსნის თავის ობიექტებს ინსპექტორებისთვის. კრიზისი თავიდან იქნა აცილებული. მაგრამ აი რა ხდებოდა სინამდვილეში. ჰასან რუხანი იმ დროს ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მთავარი წარმომადგენელი იყო. წლების შემდეგ მან თქვა, რომ შეჩერების პერიოდში, როცა ირანი კამერების წინ იღიმოდა და ინსპექტორებთან თანამშრომლობდა, ირანი ასრულებდა კიდევ ერთი ურანის კონვერსიის ობიექტის მშენებლობას ისფაჰანში. ის მიხვდა, რომ დიპლომატიის ფარად გამოყენებისთვის აუცილებელი არ არის აქტიური მოლაპარაკებები. უბრალოდ მოლაპარაკებების შესაძლებლობა ცოცხალი უნდა შეინარჩუნო. მეორე გამდიდრების ობიექტი, რომელიც ღრმად მთაშია დამალული ფორტოში. 2013 წელს ირანმა ახალი პრეზიდენტი აირჩია, ჰასან რუხანი. ამჯერად კი მასთან ახდა საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი, რომელსაც ამერიკულ უნივერსიტეტში ჰქონდა დოქტორის ხარისხი მიღებული. ამის შემდეგ დაიწყო 20 თვიანი მოლაპარაკებები და 2015 წლის ივლისში მათ ხელი მოაწერეს JCPOA-ს. დასავლურმა სამყარომ ამოისუნთქა და გახსოვდეთ, ირანს ულევი დრო აქვს. შემდეგ კი დონალდ ტრამპი მოდის ხელისუფლებაში და მან იცის, რომ თუ 1 ნაბიჯს დათმობ, ისინი 10 ნაბიჯს გადადგამენ. ამიტომ ტრამპი 2018 წელს შეთანხმებიდან გამოდის. მაგრამ იმ დროისთვის რეგიონული სტრუქტურა, რომელიც ირანმა სანქციების შემსუბუქებით დააფინანსა, უკვე სრულად იყო აშენებული. როდესაც შეთანხმება ჩაიშალა, ირანმა კვლავ დაიწყო გამდიდრება. 2021 წელს, როცა ბაიდენის ადმინისტრაცია მოვიდა და ბირთვული შეთანხმების აღდგენა სურდა, ეს ტენდენცია უკვე საიდუმლო აღარ იყო. შემდეგ დადგა 2025 წელი, ტრამპის მეორე ვადა. 2025 წლის ივნისის მე-9 რიცხვში ირანმა კვლავ უარყო ამერიკული წინადადება. რა არის ახალი? 2 დღის შემდეგ მაგატემ დაადგინა, რომ ირანი არ ასრულებდა ვალდებულებებს და ირანმა გამოაცხადა მესამე გამდიდრების ობიექტის გახსნა. 2 დღის შემდეგ ისრაელმა საბოლოოდ განეხორციელა დარტყმა. ეს ხრიკი მხოლოდ იმ ადამიანებზე